მოგესალმებით. წარმოიდგინე, რომ არსებობს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი, რომელმაც შეცვალა მილიონობით ადამიანის ცხოვრება. წიგნი, რომელიც გასწავლის როგორ გამოიყენო აზრის ძალა, რომ მიაღწიო არა მხოლოდ ფინანსურ წარმატებას, არამედ შენს ყველაზე დიდ მიზნებს. ეს არის ნაპოლეონ ჰილის შედევრი „იფიქრე და გამდიდრდი“. დღეს ერთად განვიხილავთ მის საიდუმლოებებს. მეტის მიღწევა გსურთ? შეცვალეთ აზროვნება. თქვენი ძალა თქვენშია. ძალიან ბევრი ადამიანი ქმნის იდეას, ჯერა რომ ის იმუშავებს, შემდეგ კი დაბრკოლებას აწყდება. დაბრკოლება შეიძლება იყოს მცირე და როგორც წესი უნიშნელო, მაგრამ ადამიანები მას ავიწყებენ და უარს ამბობენ. თუ ეს წარსულში გაგიკეთებიათ, ნუ იგრძნობ თავს დათრგუნულად. თქვენ უმრავლესობაში ხართ. მთავარია ამ წერტილიდან შეცვალოთ თქვენი მოქმედების წესი. სიმდიდრის ძიებაში ადამიანების უმეტესობა გზიდან უხვევს. რატომ? მათ არ აქვთ სწორი აზროვნება მიზნების მისაღწევად. თუმცა ეს შეჯამება შეიძლება იყოს ის, რაც თქვენს ცხოვრებას რევოლუციას მოახდენს. დაივიწყეთ პროკრასტინაცია. შეწყვიტეთ შიში, აღარ იქნება წარუმატებელი მცდელობები. მხოლოდ ურყევი რწმენა და იმედი, რომ მიაღწევთ თქვენს მიზანს. ამ შეჯამებაში მოცემული ნაბიჯების მიყოლებით თქვენ მიაღწევთ ყველაფერს, რასაც ისურვებთ. მკიცეთ გწამდეთ თქვენი იდეის. თუ სიტუაცია გაუარესდება, მზად იყავით რომ გაუძლოთ. იდეები, რომლებსაც მომდევნო წუთებში გაიგებთ, გავლენა მოახდინა მრავალ ცნობილ ადამიანზე, როგორებიც არიან ჯონ დი როკფელერი, თეოდორ რუზველტი, ალექსანდრ გრაჰამ ბელი და თომას ედისონი. მას შეუძლია იგივე გააკეთოს თქვენთვისაც. თქვენ უნდა განავითაროთ გონებრივი იარაღები და მონდომება, რათა თავი აირიდოთ დანებას, როდესაც საქმე რთულდება. ყველაფერი თქვენს გონებაშია. წარმატება ეწვია მათ, ვინც წარმატებაზე იყო კონცენტრირებული. წარუმატებლობა ეწვია მათ, ვინც ნება დართო, რომ წარუმატებლობაზე ყოფილიყო კონცენტრირებული. ნაპოლეონ ჰილი. წარმატებისთვის ურყევი სურველი გადამწყვეტი ნაბიჯია. სწორი აზროვნების ჩამოყალიბების პირველი ნაბიჯი სურველის შეძენაა. ეს არ უნდა იყოს უბრალო იმპულსი, არამედ მყარი და ურყევი ვნება, რაც არ უნდა მოხდეს. წარსულში ალბათ უარი გითქვამთ, როცა საქმე ოდნავ გართულდა, მაგრამ როგორ კეცოდინებოდათ, რომ წარმატება ახლოს იყო. თუ ძლიერი სურვილის პოტენციალს გააცნობიერებთ და გამოიყენებთ, ვერანაირი დაბრკოლება თქვენს წინსვლას ხელს ვერ შეუშლის. ოქროს ციებ-ცხელების დროს ერთმა დიდმა ოჯახმა ოქროს მარაგი აღმოაჩინა, მაგრამ მისი მოპოვებისთვის საჭირო დანადგარები არ ჰქონდა. მათ შეიმუშავეს გეგმა დანადგარების შესაძენად და 9 დაიწყეს. მათ გააცნობიერეს, რომ კოლორადოს ერთ-ერთი საუკეთესო მაღარო ჰქონდათ და ყველაფერი ფანტასტიკურად მიდიოდა მცირეხნით. შემდეგ მოულოდნელად ოქრო ვეღარ იპოვეს. ის უბრალოდ გაქრა. მალევე მათ ხელი ჩაიქნიეს და დანადგარები გაყიდეს, რითაც დანაკარგები შეამცირეს. მათ არიჩოდნენ, რომ კიდევ 3 ფუტზე რომ გაეგრძელებინათ 9 ოქროს იპოვნიდნენ, რადგან მასზე მარტივი რღვევის ხაზი მოქმედებდა. ოქროს სხვა ოჯახმა იპოვა და ის იმდიდრე მოიპოვა, რაც თავდაპირველ ოჯახს ექნებოდა მათ რომ არ დანებებოდნენ. ეს სცენარი ყველასთვის ნაცნობია, მაგრამ არსებობს გამოსავალი. შეგიძლიათ თქვენი აზროვნება თავდაღირა დააყენოთ და თქვენი მიზნის მისაღწევად ურყევი სურვილი განავითაროთ. ამ გზით დანებების ალბათობა გაცილებით ნაკები იქნება. ამის შესანიშნავი მაგალითია ედვინ სი ბარნსი. მას თომას ედისონთან მუშაობის დაუოკებელი სურვილი ჰქონდა. ის არ გაჩერდა მანამ, სანამ ეს სურვილი რეალობად არ აქცია და დიდ ადამიანთან 30 წელზე მეტი ხანი იმუშავა. მაშ, როგორ განვავითაროთ ურყევი სურვილი? თქვენი აზროვნების კონტროლით. უთხარით საკუთარ თავს რა გსურთ, რაც უფრო კონკრეტული იქნება, მით უკეთესია, შემდეგ კი შექმნით კონკრეტული გეგმა. ჩამოწერეთ ყველა დეტალი და წაიკითხეთ ხმამაღლა დღეში 2 ჯერ. მიცირე დროში თქვენი სურვილი იმდენად გაიზრდება, რომ მას ვერანაირი დაბრკოლება ვერ დაამარცხებს. იცით თუ არა, ადამიანის ტვინი ბევრად მეტი სუნარიანია, ვიდრე ჩვენ ვიცით. მეცნიერები ჯერ კიდევ ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი გაარკვიონ. სავარაუდოდ ზოლიანი სხეული და ორბიტოფრონტალური ქერქი მოტივაციასთან არის დაკავშირებული. რწმენა არამატერიალური, მაგრამ ძლიერი ძალაა. ბევრ ადამიანს უჭირს რწმენა, ალბათ იმიტომ, რომ მისი დანახვა შეუძლებელია. ის არ არის ხილული ან მატერიალური. ის მხოლოდ შეგრძნება და კომფორტის განცდაა. თუმცა რწმენის კონტროლი და შექმნა შესაძლებელია ავტოსუგესტიის მეშვეობით, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ძლიერი რწმენის გრძნობა იმით, რომ საკუთარ თავს ეუბნებით, რისი დაჯერებაც გსურთ. ვიზუალიზაციისა და აფირმაციების გამოყენება თქვენს ქვეცნობიერს მტკიცე მითითებებს უგზავნის. იქიდან გამომდინარე, შექმნით გეგმა და გულმოდგინეთ იმოქმედეთ. რწმენა და სურვილი დაგეხმარებათ ყველა პოტენციური პრობლემის გადაჭრაში. ადამიანებს, რომლებსაც პირველად უწევთ შეხება რაიმე დანაშაულებრივ ქმედებასთან, როგორიცაა ქურდობა ან ნარკოტიკები, თავდაპირველად ეს სძულთ. თუმცა, როცა ისინი დიდი ხნის განმავლობაში არიან ამ გარემოცვაში, ეჩვევიან მას. თუ ეს ადამიანი საკმარისად დიდხანს იქნება ამ დანაშაულთან ახლოს, ის მისი გავლენის ქვეშ მოექცევა. ეს ყველაფერი განმეორებითია, რომელიც ქვეცნობიერში ილექება. თქვენ ფაქტობრივად ავარჯიშებთ თქვენს გონებას.
გამოიყენეთ ავტოსუგესტია, რათა მეტი რწმენა ააგოთ საკუთარ თავთან ყოველდღიური საუბრით. უთხარით საკუთარ თავს რა გსურთ და მოითხოვეთ სიმტკიცე და მოქმედება. შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ განავითარებთ თავდაჯერებულობას და არ შეწყვეთ თქვენი მიზნის მიღწევას. ეს თქვენი მანიფესტია. ამის ფონზე თქვენ ასევე აცნობიერებთ, რომ ვერ მიაღწევთ წარმატებას თუ თქვენი ქმედებები სხვებს ზიანს მიაყენებს. ნათლად გამოხატეთ თქვენი განზრახვები. თქვენ უნდა გჯეროდეთ თქვენი იდეას და მზად იყოთ, რომ მას მიხვეთ, მაშინაც კი თუ საქმე რთუნდება. ეს მანტრა არის დაპირება საკუთარ თავისთვის, რასაც გააკეთებთ, რომ მიაღწიოთ იმას, სადაც გსურთ, რომ იყოთ. ამ დაუწერელი მანიფესტის გარდა, თქვენ უნდა მოახდინოთ ვიზუალიზაცია, რომ უკვე მიაღწიეთ იმას, რაც გსურთ, როგორი შეგრძნებაა, როგორ გამოიყურება. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ თქვენს ქვეცნობიერზე გავლენის მოხდენაში და უხილავი რწმენის განვითარებაში. ის ასევე მოგცემთ мотивაციას, რომ წინ წახვიდეთ თქვენი ამბიციებისკენ. ადვილია პროკრასტინაცია, როცა არ გაქვთ მკაფიო ხედვა. მიღწევის განცდა თეორიაში შესანიშნავია, მაგრამ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენად უფრო მშვენიერია ის პრაქტიკაში. წარმატების გასაღები სპეციალიზებულ ცოდნაშია. ჩვენ შეცდობით გვგონია, რომ ცოდნა ძალაა, მაგრამ რა აზრი აქვს ტვინის შემთხვევითი ინფორმაციით გადატვირთვას, რომელიც არასდროს იქნება ნაყოფიერი. სინამდვილეში, უმჯობესია თქვენი ცოდნის სპეციალიზება, იმ სფეროებზე ფოკუსირება, რომლებიც გამოგადგებათ და გავლენას მოახდენს თქვენს სამომავლო ქმედებებსა და გეგმებზე. არსებობს ცოდნის ორი ტიპი და ორივე ძლიერია. ერთი ზოგადია, მეორე კი სპეციალიზებული. სპეციალიზებული ინფორმაცია დაგეხმარებათ უზარმაზარი ნახტომი გააკეთოთ თქვენს კონკრეტულ ნიშაში. როდესაც თქვენი ტვინი ზედმეტი ინფორმაციით არის სავსე, შესაძლოა თავი გადატვირთულად, გამოფიტულად და ზოგჯერ სტრესულად იგრძნოთ. თქვენი ყურადღება შეიძლება გაიფანტოს და ქაოსური გახდეს, რაც გავლენას მოახდენს თქვენს შესრულებასა და საერთო უნარებზე. თქვენი ტვინის დახმარებით, ნიშის არჩევით და მისი მაქსიმალურად დეტალური შესწავლით, თქვენ თქვენს მოგზაურობას მისცემთ დანიშნულებას, სადაც თქვენი ძალისხმევის საუკეთესო ნაწილს ჩადებთ. რა თქმა უნდა, კარგი იქნება იწოდე ყველაფერი მსოფლიოს შესახებ, მაგრამ ეს არარეალური მიზანია, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს თქვენს ამბიციებს. თქვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს თქვენ მიერ არჩეულ სფეროზე, რაც შეიძლება მეტი ცოდნის მიღება, ოსტატობა წარმატების გასაღებია. წაიკითხეთ თქვენი ინტერესის კონკრეტულ სფეროზე და გაიგეთ მეტი. დასვით შეკითხვები და ეძიეთ პასუხები. რაც უფრო სპეციალიზებული იქნებით, მით მეტ წარმატებას მიაღწევთ. სწავლა არ მოგიტანთ სიმდიდრეს, ის უბრალოდ გავლენას ახდენს თქვენს გეგმაზე და შესაბამისად თქვენს ქმედებებზე. ჰენრი ფორდმა ეს იდეა ძალიან ნათლად გამოხატა. ის ეჭვქვეშ აყენებდა თავის ზოგად ცოდნას ან მისნაკლებობას. აინტერესებდა, რატომ უნდა დაეხშო ტვინი, როცა ჰყავდა სხვა ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ მისთვის ეთქვათ ყველაფერი, რაც მას სჭირდებოდა. ფორდი შეიძლება არ ყოფილიყო ყველაზე ფორმალურად განათლებული ადამიანი გლობალურად, მაგრამ მან დარწმინდა, რომ ის, რასაც სწავლობდა, იყო სპეციალიზებული მის ნიშაში და მტკიცე გადაწყვეტილებები მიიღო ამის საფუძველზე. იცით თუ არა, თქვენი ტვინის მარჯვენა მხარე პასუხისგებელია შემოქმედებით აზრებზე. ის ეხება აბსტრაქტულ იდეებს, წარმოსახვას, კონტექსტს და ემოციებს. თქვენი ტვინის მარცხენა ნაწილი, რომელსაც ზოგჯერ ლოგიკურს უწოდებენ, ეხება მსჯელობას, ინფორმაციის ანალიზს, კითხვას და საუბარს. თუ რამის წარმოდგენა შეგიძლია, მის მიღწევასაც შეძლებ. ბავშვობაში სულ გვესმის, რომ უნდა ვიოცნებოთ და წარმოვიდგინოთ, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ამას უწყვეტთ. თუ გსურთ, რომ ზრდა სრულ ასაკში თქვენს ოცნებებს მიაქციოთ, უნდა გააგრძელოთ წარმოსახვა, მაგრამ ცოტა უფრო მეტად ფოკუსირდეთ მასზე. მოზარდობისას წარმოსახვა უსარგებლო არ არის, უბრალოდ თქვენი შემოქმედებითი უნარები იმ სფეროებზე უნდა მიმართოთ, რომლებიც თქვენს მიზნებს ერგება. თქვენი წარმოსახვა არის ადგილი, სადაც იდეები და გეგმები ჩნდება. არსებობს გამონათქვამი, რომ ადამიანის გონებას შეუძლია შექმნას ყველაფერი, რისი წარმოდგენას და წარმოსახვაც შეუძლია. ეს დასტურდება მაშინ, როდესაც ვუყურებთ ტექნოლოგიურ პროგრესს. ვინ იოცნებებდა, რომ ერთ დღეს კომპიუტერის მეშვეობით შეგვეძლებოდა მსოფლიოს მეორე მხარეს მყოფ ადამიანებთან საუბარი? ვინ იოცნებებდა, რომ კოსმოსში რეგულარულად გაუშვებდით ადამიანებს? ეს ყველაფერი ვიღაცის გონებაში შექმნილი იდეები იყო. არსებობს წარმოსახვის ორი ტიპი: სინთეტიკური, რომელიც არსებული ცოდნის გამტკიცების საშუალებას გაძლევთ, და შემოქმედებითი, რომელიც ახალი იდეებისა და გეგმების შექმნისკენ გიბიძგებთ. მნიშვნელოვანია სწორი ტიპი გამოიყენოთ. სინთეტიკური აზროვნება ახლის მოფიქრებაზე არ არის. ის იმის გადამუშავებას გულისხმობს, რაც უკვე იცით. მეორე მხრივ, შემოქმედებითი წარმოსახვა ძლიერია. აქ ტვინი რაღაცასთან, რასაც უსასრულო ინტელექტი ეწოდება, ურთიერთობს. უსასრულო ინტელექტის საშუალებას გაძლევთ ფოკუსირდეთ თქვენ საბოლოო გეგმაზე და მიგიყვანთ იქ, სადაც გსურთ. ამის მეშვეობით თქვენ განიცდით ისეთ წინადგზნობებს ან იდეების ნათებას, რომლებსაც როგორც ჩანს დიდი აზრი და მიზეზი არ აქვს. თუ ამ იდეებსა და წინადგზნობებს გეგმად აქცევთ, ეს გეგმა უნდა იყოს მკაფიო და ორგანიზებული. რაც უფრო მყარი და ორგანიზებული იქნებით, მით მეტია თქვენი მიზნის მიღწევის შანსი.
თუმცა ამის მარტო გაკეთება არ შეგიძლიათ და უნდა შექმნათ გუნდი, რომელთან ერთადაც შეგიძლიათ იდეები განიხილოთ, რჩევები მიიღოთ და ახალი პერსპექტივები გააცნობიეროთ. ნაპოლეონ ჰილი ამას თქვენს Mastermind Alliance, ინტელექტუალურ ალიანსს უწოდებს. ეს ადამიანები ფრთხილად შეარჩიეთ, უზრუნველყოთ ჰარმონია და სამართლიანობა და რეგულარულად შეხვედრით, რათა თქვენი გეგმა წინ წავიდეს. იცით თუ არა, თომას ედისონი თახლობით 10,000 ჯერ წარუმატებლად სცადა სენამცნობილი ნატურა გამოიგონებდა. იყავით ლიდერი და შექმენით მტკიცე გეგმა წინსვლისთვის. მყარი გეგმის შექმნის გასაღები კარგ ორგანიზაციაშია. სწორედ ეს განსაზღვრავს თქვენს გზას წარმატების მიმართ. თქვენი გეგმა არ უნდა იყოს ბიმოფანტული ან ქაოსური. გაცილებით ადვილია პროკრასტინაცია, როდესაც არ გაქვთ მყარი გეგმა. ასევე სასარგებლოა რამდენიმე გეგმის ქონა სხვადასხვა შემთხვევებისთვის. ბევრი რამ შეიძლება გადაუხვიოს კურსს და თავს ბევრად მშვიდად იგრძნობთ, თუ კი შესაძლო დაბრკოლებებს წინასწარ დაგეგმავთ. წარმატების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ის ადამიანები, რომლებთანაც მუშაობთ. არც ერთი ადამიანი არ არის მარტო კუნძული. დიდი მხარდამჭერი ჯგუფით დიდ გზას გაივლით. ასევე უნდა გქონდეთ კარგი პიროვნებად შორისი უნარები, რათა ჯგუფში ხელსაყრელი ატმოსფერო შექმნათ. ადამიანები, რომლებთანაც მუშაობთ, შთაგონებული და მოტივირებული უნდა იყვნენ შექმნან. თქვენ უნდა გააკეთოთ ყველაფერი, რაც თქვენს ძალებშია, რათა ეს ატმოსფერო უზრუნველყოთ. ყოველგვარ უბედურებას, ყოველგვარ წარუმატებლობას, ყოველგვარ გულისწყეტას თან ახლავს თანაბარი ან უფრო დიდი სარგებლის თესლი. ნაპოლეონ ჰილი. უნდა ელოდოთ, რომ რამდენჯერმე დამარცხდებით, რადგან ეს ცხოველების ნაწილია. შეცდომები და მცდარი ნაბიჯები გარდაუვალია თქვენი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე და არა მათი გვერდითი მოვლენები. ყველაზე ორგანიზებული გეგმებიც კი წააწყდება დაბრკოლებებს, მაგრამ თქვენ უბრალოდ აღადგენთ მას და ისევ ვსდით. თქვენი Mastermind Alliance-ი ამაში დაგეხმარებათ. რა თქმა უნდა, თქვენ უნდა იყოთ ლიდერი თქვენს ალიანსში და განავითაროთ სწორი ლიდერული უნარები. მათ შორისაა გამბედობა, საკუთარი თავისა და ქმედებების კონტროლის უნარი, სამართლიანობის გრძნობა, გადაწყვეტილების მიღების გამორჩეული უნარები, მკაფიო გეგმების შედგენის უნარი, ყოველთვის მეტის გაკეთება, სღებთან თანამშრომლობისა და კარგად მუშაობის უნარი. მაღალი ხარისხის ლიდერი არ თვლის, რომ ყველაფერს იცის. გააკეთეთ თქვენი ლიდერული უნარების თვითშეფასება, იყავით გაბედული და დაუსვით საკუთარ თავს რთული შეკითხვები. მტკიცე ლიდერად გახდომით, თქვენ შექმნით ძლიერ გეგმებს, რომლებსაც ქარიშხვების გაძლება შეუძლიათ. თუ კი ამას გეგმების გაძლება შეუძლიათ, შესაძლოა გზადაგზა მცირედი აღდგენის ფასად. როგორც კი რამე ჩავარდება, წამოდექით და განაგრძეთ მარშვა. პროგრესისთვის პროკრასტინაცია დაძლიეთ. პლანეტის ყველაზე წარმატებულ ადამიანებს შეუძლიათ სწრაფი და მტკიცე გადაწყვეტილებების მიღება ისე, რომ პროკრასტინაცია მათ არჩევანზე გავლენას არ ახდენს. ჰენრი ფორდი ცნობილი იყო თავისი სწრაფი გადაწყვეტილებების უნარით. თუმცა, როცა ცვლილებების დრო დგებოდა, ის ნელი იყო, რათა წინასწარ ყველა გზა შეემოწმებინა. ეს ასევე ეხება ყველაზე წარმატებულ ადამიანებს, რომლებსაც კი ოდესმე უცხოვრიათ. თუ რაიმე ცვლილების შეტანა გჭირდებათ, ის ფრთხილად განიხილეთ. ძალიან დიდი ყურადღება იმისადმი, თუ რას ფიქრობენ სხვა ადამიანები, ან სხვა ადამიანების აზრის მოსმენა შეგანელებთ. თუ ძალიან ბევრს იზრუნებთ სხვა ადამიანების შეხედულებებზე, თქვენ ვერ შეძლებთ იმ სურვილის ან რწმენის შექმნას, რადგან ზედმეტად სხვებზე ხართ ორიენტირებული. თქვენ მხოლოდ თქვენს აზრებზე და თქვენი Mastermind Alliance-ის წევრების შეხედულებებზე უნდა იზრუნოთ. ამ მიზეზით იყავით ძალიან შერჩევითი, ვის უშვებთ თქვენს ჯგუფში. მეგობრებსა და ოჯახის წევრებს შეიძლება კარგი სურვილები ქონდეთ, მაგრამ ეს იშვიათად მუშაობს. პრიორიტეტი მიანიჭეთ იმ ადამიანების აზრის, ვინც თქვენთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, თქვენს გადაწყვეტილებებში მკაფიო და სიმტკიცე ბევრ შემთხვევაში დიდ გამბედაობას მოითხოვს. ნაპოლეონ ჰილი იხსენებს 56 მამაკაცს, რომლებმაც ხელი მოაწერეს დამოუკიდებლობის დეკლარაციას, მათ სიცოცხლეს ასწორზე დადეს თავიანთ არჩევანში მტკიცედ.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენი გადაწყვეტილება შეიძლება დრამატული არ იყოს, ის თანაბრად მყარი და მტკიცე უნდა იყოს. უკვე წინააღმდეგებით დანება სირთულეების წინაშე, თქვენ უნდა ავარჯიშოთ მოთმინება და გჯეროდეთ, რომ თქვენი ოცნებები შეიძლება განხორციელდეს. მოთმინება ნებისკვის მსგავსია, მაგრამ როდესაც მას სურვილს უმატებთ, ეს არის კომბინაცია, რომელიც წარმატების გზაზე ცოტას თუ უდგება წინ. ზოგჯერ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მოთმინება გაგინელებთ, მაგრამ მცირე ნაბიჯები ნებისმიერი პროგრესის დიდი ნაწილია. ეს არის თვისებები, რომლებიც მოთმინებას ავითარებს. ძალიან მკაფიო მიზნის ქონა, სურვილი, საკუთარ თავზე დაყრდნობა, ძალიან მკაფიო გეგმების შედგენა, სპეციალიზებული ცოდნის უზრუნველყოფა, სხვებთან მუშაობა, მაგალითად თქვენი Mastermind Alliance-ის წევრებთან. ძლიერი ნების ყოფა, პოზიტიური ჩვეების შექმნა. ტვინისა და ქვეცნობიერის ძალა. როგორც უკვე აღინიშნა, ტვინზე და ქვეცნობიერზე გავლენის მოხდენა ავტოსუგესტიით შეიძლება. თქვენი ქვეცნობიერი გოლება განსაკუთრებით მგრძნობიარეა იმის მიმართ, რასაც საკუთარ თავს ეუბნებით და იმეორებთ. აქედან გამომდინარე გონივრულია, რომ ეს თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. თქვენი ქვეცნობიერი არასდროს ჩერდება. ის მუშაობს მაშინ, როდესაც ფხიზლად ხართ და გძინავთ. თქვენ სრულად ვერ აკონტროლებთ თქვენს ქვეცნობიერ აზრებს, მაგრამ შეგიძლიათ ცადოთ ემოციების გამოყენება. გონების ეს ნაწილი ბევრად უფრო ემოციებით არის განპირობებული, ვიდრე ჩვეულებრივი ტვინი, რომელიც უფრო ლოგიკურ აზროვნებასა და მსჯელობაზეა ორიენტირებული. თუ რაიმეს მიმართ ემოციებს გრძნობთ, უფრო მეტი შანსია, რომ მის მოპოვებას ან გამოსწორებას შეეცადოთ. თქვენმა ემოციებმა შეიძლება ყურადღება გაგიფანტოთ, მაგრამ მყარი გეგმის ქონა მათ გავლენას შეამცირებს. არსებობს 7 პოზიტიური ემოცია: სურვილი, რწმენა, სიყვარული, სექსი, ენთუზიაზმი, რომანტიკა და იმედი. ამ 7 პოზიტიური ემოციის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოზიტიური აზროვნება. შეუძლებელია იყო პოზიტიური და ნეგატიური ერთდროულად. ერთმა მეორე უნდა დაჯაბნოს. მოიშორეთ ნეგატიური ემოციები, როგორიცაა შიში, სიძულვილი, შურისძიება, სიხარბე, ბრაზი და ცრურწმენა. ამ გზით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ცხოვრებისადმი უფრო პოზიტიური დამოკიდებულება, რაც ცნობილია როგორც ჩვევის კანონი. ეს კანონი გხდით უფრო პოზიტიურს 7 პოზიტიურ ემოციაზე ფოკუსირებით. წარმატების კანონის ფილოსოფიის ოსტატურად ფლობა წარუმატებლობისგან დაზღვევის ექვივალენტია. სემუელ გომპერსი. შიში ხშირად იწვევს წარუმატებლობას. ყველაზე გავრცელებული შიშებია სიღარიბე, კრიტიკა, ავადმყოფობა, საყვარელი ადამიანის დაკარგვა, სიბერე, სიკვდილი. ეს ყველაფერი ასევე ქმნის ციკლს, სადაც ერთი მეორეს იწვევს. შიში არარეალურია, მაგრამ მას შეუძლია სწრაფად გადაახვიონოს კურსიდან თქვენს გეგმებს. გაუბედაობა იწვევს იმაზე მეტ ფიქრს, ვიდრე საჭიროა, რაც როგორც წესი შფოთვაში გადაიზრდება, რომელსაც მყარი საფუძველი არ აქვს. საკუთარი თავის შიშისა და სხვა ნეგატიური ფაქტორებისგან დასაცავად, განავითარეთ ნებისყოფა და ყოველთვის გამოიყენეთ ის კედლის ასაგებად. ეს კედელი არ შემოუშვებს ნეგატივს და დაგეხმარებათ ფოკუსირება მოახდინოთ თქვენს გონებაზე და პოზიტიურ აზროვნებაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გარშემო პოზიტიური და დამხმარე ადამიანები გყავდეთ, არა ნეგატიური. პესიმისტ ადამიანს შეუძლია მარტივად გადმოგცეთ ეჭვი ისე, რომ ამის მცდელობაც კი არ ჰქონდეს. დასკვნა. უფრო ძლიერ, უფრო გადამწყვეტ ადამიანად გახდომით, შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი აზროვნება წარმატების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ იზიდავთ ტრიუმფს თქვენსკენ, ნაკლებად გადაუხვევთ ზიდან, როცა საქმე ცოტათი გართულდება. ამის ნაცვლად თქვენ განავითარებთ მიზანდასახულ გზას, რომელიც დაგეხმარებათ ყველა თქვენი მიზნის მიღწევაში და გახდებით ადამიანი, რომელსაც ყველა აღფრთოვანებით უყურებს. ბოლოს და ბოლოს განა ეს არ არის ის, რაც ყველას უნდა? გახსოვდეთ, აზროვნების შეცვლა ერთ ღამეში არ ხდება. ეს პროცესია, რომელსაც უნდა დაუთმოთ დრო და ძალისხმევა, თუ გსურთ, რომ მან იმუშაოს. თქვენ უნდა დაეუფლოთ თითოეულ ელემენტს, სანამ სხვებზე გადახვალთ. მთელი პროცესი თოვლის გუნდის ეფექტია, როგორც კი ერთ ნაწილს დაეუფლებით, ის მეორესკენ მიგიყვანთ. როგორც კი თითოეულ მიზანს მიაღწევთ, თქვენი თავდაჯერებულობა გაიზრდება. ფოკუსირება მოახდინეთ იმაზე, რომ გახდეთ უფრო ძლიერი, უფრო მიზანდასახული ადამიანი. ენდეთ საკუთარ თავს და იმუშავეთ კონკრეტული გეგმით. ეს მეთოდი აგიმაღლებთ თავდაჯერებულობას და დაგეხმარებათ თქვენი მთელი ცხოვრებისეული მიზნების მიღწევაში. ცადეთ ეს.
გაიმეორეთ პოზიტიური აფირმაციები, რათა შეინარჩუნოთ რწმენა. განსაზღვრეთ ადამიანები, რომელთა გვერდით ყოფნაც გსურთ თქვენი მოგზაურობის განმავლობაში, თქვენი mastermind alliance. განიხილეთ მსგავსი აზროვნების მქონე ადამიანების შეკრებაზე დასწრება. ეს დაგეხმარებათ გადალახოთ ახალი ნაცნობების შექმნის შიში და ამავდროულად დაამყაროთ ახალი კავშირები.